მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში მინდა გავცე პასუხი ჩემს კალამწერს, რომელმაც კითხა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როდესაც ნეგატიური მდგომარეობა მეუფლება, ჯობია არ მივიღო გადაწყვეტილება და გადავწყვიტე, რომ ჩავწერო ესეთი ვიდეო, სადაც ვილაპარაკებთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და რა როლი აქვს აქ ინტუიციას. უბრალოდ ჩვენ ინტუიციით არ ვიბადებით, ჩვენ ინტუიციას ვქმნით. ინტუიცია ეყრდნობა ჩვენს გამოცდილებას. შესაბამისად, რაღაცა სფეროში, როდესაც გვაქვს საკმაო გამოცდილება, იქ ჩვენს ტვინს აქვს ბევრი, ასე ვთქვათ, მასალა, დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ გააანალიზოს ეს ქვეცნობიერად და მოგვცეს ასე ვთქვათ, სიგნალი, მოგვცეს პასუხი, რაღაცა ინტუიციური გრძნობის, წინადგრძნობის თუ გრძნებად, ასე ვთქვათ, ფორმაში. მაგრამ ამისთვის დიდი გამოცდილება, მაგალითად, ხარ ფინანსისტი და ფინანსებს უკავშირდება რაღაცა გადაწყვეტილება, ხო? და ისეთ სფეროს ეხება და ისეთ საკითხებს, რაც ბევრჯერ გიკეთებია. ამ შემთხვევაში, თუ ნაცნობ სიტუაციაში მოქმედებთ, თუ აქ გვაქვს ბევრი გამოცდილება, ასე ვთქვათ, ხო? ამ შემთხვევაში ინტუიციას ასე თუ ისე შეგვიძლია ვენდოთ, ანუ დაუგდოთ ყური, გავითვალისწინოთ. თუ ვართ ჩვენთვის უცნობ სიტუაციაში, ახალ სფეროში, რაღაცა ახალს ვაკეთებთ, აი აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მარტივი რამ, რომ ჩვენს ინტუიციას არ აქვს საკმაოდ, ანუ ჩვენ არ გვაქვს საკმაოდ გამოცდილება, რომ ჩვენმა ინტუიციამ, ასე ვთქვათ, აქ რაღაცეები გააანალიზოს ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამისად რაღაცა სწორი პასუხი შეიმუშაოს, ხო? ამიტომ იქ, სადაც არ გაქვთ გამოცდილება, იქ, სადაც სფერო არის თქვენთვის ახალი, იქ, სადაც ასე ვთქვათ, არ გაქვთ ცოდნა, უნარები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, ესეთ სიტუაციებში ინტუიციის გათვალისწინება შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო. იმიტომ რომ შენს ინტუიციას არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია და ამა თუ იმ სიტუაციას, გადაწყვეტილებების მიღების სიტუაციას ამსგავსებს თავის რაღაცა წარსულ გამოცდილებას, რომელიც ქვეცნობიერის აზრით რაღაცნაირად გავს შენს ახლანდელ სიტუაციას და აქ ცდომილების შანსი არის უზარმაზარი. შესაბამისად, დავიმახსოვროთ ეს მარტივი წესი. ინტუიციას ვენდობით იქ, სადაც გვაქვს ცოდნა, გამოცდილება და ბევრჯერ გვიკეთებია ეს რაღაცეები. თუ ვართ ახალ სიტუაციაში, აქ პირველ რიგში ვენდოთ ინფორმაციის შეგროვებას, გათვლებს და ასე შემდეგ. მაგალითად, ბიზნესი არასდროს გიკეთებია და უცებ ინტუიცია კარნახობს, რომ აი ესე გააკეთე, ან ასე არ გააკეთო, ხო? აი აქ დააიგნორეთ ინტუიცია და დასვით ყველა უხერხული შეკითხვა, მოიპოვეთ ყველა ინფორმაცია, ანუ ყველაფერი რაც არ იცით, ასე ვთქვათ, ყველაფერში ჩაყავით ცხვირით, ჩაძვერით, რომ ეს ინფორმაციული დეფიციტი ამოავსოთ, დაიკავეთ ხელში კალკულატორი, გააკეთეთ ყველა გამოთვლა და მხოლოდ ამის შემდეგ რისკების გათვალისწინებით, ასე ვთქვათ, გადადგით ნაბიჯი. აი ეს არის სულ რისი თქმაც მინდოდა ინტუიციასთან დაკავშირებით, ხო? ანუ ინტუიციას ვენდობით ნაცნობ გარემოში, ნაცნობ სიტუაციებში, იქ სადაც გვაქვს დიდი გამოცდილება. რაციონალურ აზროვნებას, ინფორმაციის შეგროვებას, ასე ვთქვათ, ცოდნის გამდიდრებას და კონკრეტულ გათვლებს მივმართავთ მაშინ, როდესაც ვაკეთებთ ახალ რაღაცას, ან იქ სადაც საკმაო გამოცდილება არ გვაქვს. გისურვებთ წარმატებას, გოუფრთხილდით საკუთარ თავს, გავაგრძელებთ ესეთ რეჟიმში, ასე ვთქვათ, დიალოგს. გავაკეთებ ეთერებს, სადაც გვექნება ეს პირდაპირ კომენტარები და ამოვიღებ შეკითხვას ონლაინ რეჟიმში, მაგრამ ყოველთვის ვერ ესწრება ეს ამბავი და დააკომენტართ შეკითხვები, დასვით ვიდეოების კომენტარებში და შემიძლია ესეთი მოკლე ვიდეო პასუხები გაგცეთ. აბა მომავალ შეხვედრამდე.